მოგესალმებით ყველას. ხელისუფლების წარმომადგენლებს და სხვა ადამიანებს, რომლებიც ხართ აქ. ჩვენთვის არის ძალიან სასიამოვნო, ჩილეს კონგრესის კონგრესმენები ვართ აქ. ჩვენ ვართ კოორდინატორები საპარლამენტო გამჭვირვალობის ჯგუფი. ჩილე იყო არჩეული როგორც დირექტორთა საბჭოს წევრი ამ ღია მმართველობის პარტნიორობის და ჩვენ ვართ ძალიან ამაყები ამ არჩევნით. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხმები მოგვეცით და მხარი დაგვიჭირდეთ. მეორე მხრივ მინდა საქართველოს ხალხს და პარლამენტს გადავუხადო მადლობა და ასევე გადავუხადო არა მხოლოდ პარლამენტს მინდა გადავუხადო მადლობა, არამედ მის სხვადასხვა ინსტიტუციებს, იმიტომ რომ მათ გახადეს შესაძლებელი რომ ჩატარებულიყო ეს კონფერენცია და კიდე სხვა მრავალი შეხვედრები. იმისთვის რომ გაგახსენოთ როგორ გააჩნდა, როგორ შეიქმნა ეს ღია პარლამენტის ჯგუფი, მინდა მოგიყვეთ, რომ გასული 2013 წლის აპრილში გაეროს განვითარების პროგრამამ დააკვირვა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩილეში შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი. ეს ამ ჯგუფის მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან თუ გავითვალისწინებს, რომ პარლამენტებმა უნდა წარმოადგინონ მოქალაქეთა ინტერესები ამ საკანონმდებლო პროცესების მეშვეობით, ეს ღიაობა, ეს გამჭვირვალობა მისცემთ მოქალაქეებს საშუალებას, რომ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკაში და გავლენა მოახდინონ საკანონმდებლო პროცესებზე. ასევე სამოქალაქო საზოგადოება ითხოვენ პარლამენტისგან, რომ უფრო მეტად გამჭვირვალე იყოს და უფრო ღია იყოს მათი პროგრამები. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჩვენი დასწრებით უამრავ სხვა კონგრესზე მთელ მსოფლიოში ეს შეხვედრები, ეს კონგრესები დიდ გამოცდილებას და დიდ დადებით როლს თამაშობენ ყოველ ამ პროცესში. ეს არ არის უბრალო სიტყვები, ეს არ არის უბრალო შეთანხმებები, ესენი ყველაფერი მიდის ხალხამდე, ეს ყველაფერი ერთმანეთს შორის ემსახურება გამოცდილების გაზიარებას, ეს არის სხვადასხვა ქვეყნების თანამშრომლობა, რაც ფუნდამენტალურია, რათა ჩვენი დემოკრატია წინ წავიდეს. დღესდღეობით ჩვენ გვინდა და ჩვენი ხალხის მიმართ მიღებული კრიტიკა და ჩვენ უნდა ჩვენი მხრიდან დიდი ღვაწლი ჩავდოთ და უფრო დავაახლოვოთ ხალხის მონაწილეობა საპარლამენტო პროცესებში. უნდა შევასრულოთ კარგად ჩვენი საქმე, ჩვენი წარმომადგენლობა და საზოგადოება. და თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ ასე, ჩვენ შევასუსტებთ ჩვენ დემოკრატიას და ჩვენი სახელმწიფო არ იქნება დამყარებული მყარ საფუძველზე და ყველა ჩვენგანი ჩავარდებით პოპულიზმის პირობებში, რასაც არავითარი შედეგი არ მოყვება. 35 პარლამენტი იღებს მონაწილეობას ამ პროცესებში და თითოეული წარმოადგენელი არის ეკა. აქ საერთაშორისო ორგანიზაციებიც და მსოფლიო პარლამენტები. ჯგუფები სხვადასხვა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მივაწოდოთ ფორუმი საუკეთესო პრაქტიკების გაცვლისათვის, საშუალებები, ტექნოლოგიები
შევძლოთ რომ გავწუდეთ ყველა იმ საკითხს რაც ეხება ქვეყნების სამოქმედო გეგმას მოვახდინოთ პრობლემების იდენტიფიკაცია რათა საკანონმდებლო ღიაობას შევუწყოთ ხელი და ხალხს შევატყობინოთ ამის შესახებ ამ წლებში რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ მთელ მსოფლიოში ჩილეში რა თქმა უნდა დღეს საქართველოში ამ შეხვედრებზე ჩვენ გავაზიარეთ ინფორმაცია ღიაობის შესახებ ეთიკაზე საზოგადოებრივი მონაწილეობის შესახებ ვირტუალური პლატფორმების ღია ინფორმაციების და დიდი შრომა ტარდება რათა ჩვენი გამოცდილება გაზიარებულ იქნეს და ყოველივე ემსახურება საყოველთაო კეთილდღეობას. ჩილეს პარლამენტმა დაიწყო თავისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება 2013 წელს. 2014 წელს დაამტკიცა იგი ჩილეს პარლამენტმა. და ჩვენ ძალიან ხელს გვიწყობს გაეროს განვითარების გეგმა და ეს არის ეს ამ სამუშაო ჯგუფის შექმნა ძალიან ხელს უწყობს პარლამენტის და სახელმწიფოს განვითარებას, ხელს გვიწყობს გამჭვირვალობის ახალი პარამეტრების შემოტანას და აუმჯობესებს პარლამენტების ფუნქციონირებას. ასევე აუმჯობესებს ჩვენ ურთიერთობას სამოქალაქო საზოგადოებასთან. მინდა მადლობა გითხრათ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც გაწიეთ იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ყველანი ჩამოსულიყავით და შევკრებილიყავით აქ და ჩილეს კონგრესის სახელით კიდევ დიდ მადლობას გიხდით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან გაგვამდიდრებს გამოცდილების მიხედვით დღეს თბილისში ჩატარებული კონფერენცია, რომელიც წაადგება და გააუმჯობესებს ჩვენი პარლამენტის მუშაობას და გახდის მას უფრო სამართლიანს, უფრო სანდოს და უფრო ღიას. დიდი მადლობა.